ამ ოპერას ისე ასრულებდნენ, რომ ბევრი არავინ არ უფიქრდებოდა აქტუალურად და პრობლემურად საქართველოს გათავისუფლების ქვეტექსტს. ბევრმა კარგ ხნის განმავლობაში არ იცოდა და შეიძლება არც ახლა იცის, რომ ოპერა დაისის უკან დგას კონკრეტული გმირის თავგადასავალი და ეს პროტოტიპი კი გახლავთ 1921 წელს თებერვალში წითელი რუსების მიერ მოკლული მარო მაყაშვილი. იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით და დირექტივით და ბრძანებით და მისი ამბიციით, იმიტომ რომ ეს ხო სტალინის პერსონალურად იოსებ ჯუღაშვილის ამბიცია იყო, რომ საქართველო ერთგვარად მიერთმია რუსეთისათვის დაპყრობილ ძღვენად. იქნებ 23 წელს, როდესაც დაის უსმენდნენ თბილისის ოპერაში, უსმენდნენ მოსალოდნელ ამბავსაც გათავისუფლების. ეს ბრძოლა გრძელდება, იმიტომ რომ კარზედ მომდგარი წყდიადი მტერი იგივეა. ეს ამბავი ვიცით მარო მაყაშვილის დედისგან, თამარ გაბაშვილისგან, რომელიც თავისთავად საინტერესო ქალია, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მის ოჯახს. ეკატერინე გაბაშვილია, ცნობილი და დიდი ქართველი მწერალი, მისი დედა, ის არის მეუღლე პოეტის კოტე მაყაშვილის და თამარ გაბაშვილი იხსენებს, რომ ერთ დღეს ეს მოგონებაც საკმაოდ გვიან მოვიდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენამდე, იმიტომ რომ ეს მოგონება ბუნებრივია, ამ მოგონებასაც ესეთი აკრძალვის ბეჭედი ედო და საერთოდ ამ ტიპის მოგონებებს. თამარ გაბაშვილი იხსენებს, რომ ერთ დღეს სადღაც სოლოლაკში მას ხვდება ქუჩაში, საღამოა, უკვე სიბნელია, ხვდება საკმაოდ რაღაცნაირად გამოწყობილი, ესეთი დარბაისლური იერის კაცი, რომელიც თავიდან მან ვერ ამოიცნო, ვერ იცნო და ეს კაცი აღმოჩნდება კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, რომელიც მას ეტყვის, რომ ის ახლა მუშაობს ოპერაზე, ის ასრულებს ფაქტობრივად თავისი ოპერის თხზვას და უნდა რომ მისი ოპერის მთავარ გმირს ერქვას თამარ გაბაშვილის დაღუპული ქალიშვილის სახელი, მარო. ანუ ზაქარია ფალიაშვილი და ეს კაცი, კომპოზიტორი, რომელიც მუშაობს დაისზე, ოპერა დაისზე და აქ ჩანართის სახით შეიძლება ვთქვა, თუმცა ეს არ სადარ დადასტურებულა, აი აქ-იქ თუ გაიგონებ ამ ამბებს ყურმუყვრით, რომ თითქოს და ის ფიქრობდა სათაურად არა დაისზე, არამედ საერთოდაც აისზეო. ხო? და ამასაც თავისი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ აქ რა არის საინტერესო, რომ ზაქარია ფალიაშვილი პერსონაჟ მაროს, გმირ მაროს, რომელიც რასაკვირველი ესეთი კლასიკური სქემაა ოპერებისათვის დამახასიათებელი, სადაც არის ორი მამაკაცი და ერთი ქალი, რასაკვირველია ტენორსა და სოპრანოს უყვართ ერთმანეთი და ბარიტონს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა რომ ამ ორი სიყვარული ბოლო-ბოლო იქცეს რეალობად, სამუდამო რეალობად. ეს არამხოლოდ ფალიაშვილისთვის არის დამახასიათებელი და არამხოლოდ დაისისათვის და არამხოლოდ აბესალომ და ეთერისათვის, სადაც იქაც აბესალომია და ეთერია და იქ არის მურმანი, რომელიც რასაკვირველია თქმულებიდანვე ეკლად იქცევა ამ ორის საფლავზეც კი, ხო, ეს კლასიკური სქემა, მაგრამ ამ კლასიკური საოპერო სქემისა და სიუჟეტის მიღმა, სადაც არის აქ მალხაზი და არის მარო და არის კიაზო, აი ეს მაროს ისტორია თითქოს და დამალული, შეფარვით თქმული ამ ისტორიაში იკითხება ბრძოლა, მებრძოლი ქალის სახე. და ეს მებრძოლი ქალის სახე და სახელიც კი არის მარო მაყაშვილის. იმიტომ რომ დაისში მტერი ესხმის თავს კიაზოსაც, მაროსაც, მათ სამშობლოს, მალხასაც და აი როდესაც მტერი ესხმის თავს აი ამ ქვეყანას, ეს ადამიანები, რომლებიც პრინციპში არიან სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული ერთმანეთთან,
მალხაზი და კიაზო ამ შემთხვევაში ერთიანდებიან, იმიტომ რომ მათ ყავთ საერთო მტერი. აი ეს კარზედ მომდგარი წვდიადი, კარზედ მომდგარსა წვდიადსა, როგორც მღერის კიდეც. ფალიაშვილის დაისში კიაზო ხომ აი ამ ცნობილ არიოზოში, ხო? თავის უფლება დღეს ჩვენი აი ცნობილი მელოდია, რომელიც ასე გრძელდება, ხო? ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ თამარ გაბაშვილის ნაამბობით ჩვენ 10 წლეულების მერე ვიგებთ, რომ მარო დაისის მარო არის გმირი მარო და კონტექსტი კი აბსოლუტურად არ არის იმგვარი დაისში, რომ მხოლოდ დავინახოთ ის, რაც მე ზევით მოვყევი, სამკუთხედი დრამა, სასიყვარულო დრამა კი ფონად ტრის შემოსევა და ერთიანობა, ისეთი ეროვნული ელემენტები, მაგრამ აქ ეს ყველაფერი შესაძლოა მოგვეჩვენოს აბსტრაქციად, ან მოგვეჩვენოს ისეთ ჰეროიკულ, არასახელდებულ, არაკონკრეტიზირებულ ამბად, არამედ თურმე ძალიან კონკრეტულ ბრძოლად. და ეს კონკრეტული ბრძოლა ბუნებრივია ფალიაშვილისთვის არის ბრძოლა, რომლის ეკოც მას მიხვება ბუნებრივია 1923 წლამდე, იმიტომ რომ აგერ 2 წლის წინ 1921 წელია და ბოლშევიკების შემოსევა საქართველოში, ეს არის ომი, ეს არის კარზედ მომდგარი წვდიადი, რომელმაც მოიცვა კიდეც ფალიაშვილის ქვეყანა, სამშობლო საქართველო, რომლის დაბადებაც არასრული 3 წლის წინ, ანუ 21 წლამდე რაღაცნაირად აღინიშნა კიდეც პირველი ქართული დიდი სერიოზული, ну აქ კამათია მუსიკაცოდნებს შორის, რომელია პირველი ოპერა, მაგრამ არსობრივად, კონცეპტუალურად რასაკვირველია პირველი ქართული ოპერა, ეს არის ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი, რომელიც პრემიერას 1919 წელს შედგება. და თითქოს და როგორც ბევრი რამ, რაც დაიწყო იმ წლებში საქართველოსათვის, ხო? ლიტერატურაში, მუსიკაში, არა მხოლოდ სახელოვნებო დისციპლინებში, არამედ პოლიტიკაში თავისთავად, იმიტომ რომ საქართველო დაიბადა როგორც დემოკრატიული და ახალი სახელმწიფო და ამ დაბადების გამომხატველიც იყო აბესალომ დაეთერიც, სადაც ვანო სარაჯიშვილი მღეროდა აბესალომის პარტიას, ისევე როგორც მალხაზის პარტია შეასრულებს შემდეგ უკვე ვანო სარაჯიშვილი დაისში, აი ამ დაბადებას მოესწრო ზაქარია ფალიაშვილი და აი ამ 4 წლიანი არასრული 4 წლის ისტორია საქართველოს დამოუკიდებლობის სრულდება აი ამ ომით. თებერვალში დაწყებული ომით, 11 თებერვალს, იმიტომ რომ ხშირად როდესაც ვიხსენებთ ამ ამბებს, გვეჩვენება რომ რაღაცა რამდენიმე დღიანი ომია, რომლის კულმინაციად შედგა 25 თებერვალს, როდესაც თბილისი დაიკავეს რუსებმა, წითელმა რუსებმა, მათ შორის მათთან შეხმატმილებულ ქართველებთან ერთად, კოლაბორანტ ქართველებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა სწორედ იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით და დირექტივით და ბრძანებით და მისი ამბიციით, იმიტომ რომ ეს ხო სტალინის პერსონალურად იოსებ ჯუღაშვილის ამბიცია იყო, რომ საქართველო ერთგვარად მიერთმია რუსეთისათვის დაპყრობილ ძღვენად, ნაალაფარად და ეს მისი პოლიტიკური კარიერისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ მას უფრო მეტად განემტკიცებინა მოსკოვში ძალაუფლება ლენინის ქვეშ
უპირველეს ყოვლისა ლევ ტროცკისთან კონკურენციის პირობებში. ამიტომ მას სჭირდებოდა საქართველო. და აი ამ დროს, როდესაც და ხო, ეს ყველაფერი 25 თებერვალს არც დაწყებულა, არც დასრულებულა. 25 თებერვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ ეს არის თითქმის ორთვიანი ომი, თუ უფრო დიდხნიანი არა, რომელიც ცხადია მარტამდე გაგრძელდა და მთელი საქართველო იყო ჩართული. მაგრამ ეს ამბავი აქაც არ არის დასრულებული. და რაც თავარი არ არის დასრულებული და არ არის გადაწყვეტილი 1923 წელს. უпростоრად კი მანამდე, როდესაც ზაქარია ფალიაშვილი ხვდება თამარ გაბაშვილს და ეუბნება, რომ იცით თქვენი შვილი იქნება ჩემ ოპერაში, არა პირდაპირ მნიშვნელობით, არა მარო მაყაშვილი, არამედ როგორც მარო. თითქოს ნათლად ხედავ ამ ეპიზოდს. თუ როგორ საუბრობენ ისინი, მოგონებებში არის, რომ ზაქარია ფალიაშვილს დიდად არ უყვარდა, თუ შეიძლება არც გამოსდიოდა კარგად ლაპარაკი. ეს ახასიათებთ მუსიკოსებს, ეს ახასიათებთ მწერლებსაც ზოგ შემთხვევაში, როდესაც მათი ენა, მათი მეტყველების ენა ბევრად უფრო შტამბეშტავია, ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც ისინი საუბრობენ თქვათ მუსიკის ენით. მაგრამ აი მესმის ხედავ, როგორც ცდილობს ის სიტყვების შერჩევას თამარ გაბაშვილისათვის, როგორც ცდილობს, რომ ეს იყოს ძალიან დელიკატურის და იმავდროულად ამ სიტყვების უკან ჩანდეს ისტორია. ზაქარია ფალიაშვილს თვითონ აქვს ტრაგედია შვილის დაკარგვით გამოწვეული, განვლილი და უძღვნის კიდეც ზაქარია ფალიაშვილი აბესალომ დაეთერს თავის გარდაცვლილ ბიჭს, რომლის დარდიც მას არის გასულია, ცხადია, ან როგორ გაუვიდოდა მთელი ცხოვრებით გაყვა. დარჩენილი წლები ამ დარდით და დარჩი გაატარა ზაქარია ფალიაშვილმა და ვინ მან ზუსტად იცოდა რა იყო შვილის დაკარგვა, ოღონდ თან აი ამ ბრძოლაში, მარო მაყაშვილის ბრძოლა, აი ამ ბრძოლაზე წერს ზაქარია ფალიაშვილი დაის და აი თურმე მარვა, ისევ და ისევ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რატომ ვახსენე ზევით, რომ ეს ბრძოლა შესაძლოა არ ყოფილიყო დასრულებული, განცდით არ ყოფილიყო ზაქარია ფალიაშვილისთვის დასრულებული ეს ბრძოლა, ამ ბრძოლის თავგადასავალი, ანუ კვანძი არ იყო გახსნილი 25 თებერვალს და არც მარტში, როდესაც აგერ ფრანგული გემებიდანაც კი ბომბავდნენ ბოლშევიკთა პოზიციებს აფხაზეთში, ჩვენი მხარდამჭერი საფრანგეთის რესპუბლიკა, მე გულისხმობ 1921 წელს, ხომ და ეს კიდე ცალკე ძალიან საინტერესო ისტორია. შემდეგ ბუნებრივია 21 წელს, 22, 23, 24 წლამდე გრძელდება ბრძოლა, მათ შორის საქართველოშიც და ემიგრაციაშიც ბრძოლა და მზადება აჯანყებისათვის, მოღალატე ქართველების წინააღმდეგ და რუსების წინააღმდეგ, რათა გათავისუფლდეს საქართველო. ეს ვერავინ დაადასტურებს და ვერავინ უარყოფს ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ სავარაუდოდ ეს შესაძლოა ყოფილიყო ცნობილი ზაქარია ფალიაშვილისთვისაც, იმიტომ რომ ბევრისთვის იყო ცნობილი, რომ რაღაც ხდება, იმიტომ რომ ბუნებრივია მიუხედავად საბჭოთა პროპაგანდისა და საბჭოთა იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, მასშტაბებისა, ცხადია, არანაირად არც უმცირესობის და არც უმრავლესობის მოსახლეობისა არ იყო არჩევანი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა და ადგაბნა საქართველოსი რუსეთის წიაღში. არა, ეს იყო იძულება, ეს იყო ომის შედეგად დაპყრობილი ქვეყანა და ბუნებრივი არავინ არათუ ბედნიერი არ იყო, არამედ ყველა იყო ძალიან უბედური ამით. და თუ კი ვიღაცები თავიდან ვერ ხვდებოდნენ პირველ ხანებში, თუნდაც 21 წელს, თუმცა მე მგონი ესეც გადაჭარბებულია, რომ ვიღაცა რაღაცას ვერ ხვდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონტექსტი ისეთი იყო, წინარე ისტორია ამის ასეთია, რომ ახლა იმდენჯერ შეიცვალა არათუ პოლიტიკური ვითარება, არამედ ისტორიული ვითარება დაწყებული 1914 წლიდან, რომ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ესეც მორიგი ცვლილებაა. ბოლოს და ბოლოს სოციალ-დემოკრატების მთავრობას შეიძლება ანაცვლებდეს აი სხვათა წითლების
აი ეს მთავრობა. შესაძლოა ვიღაცა ასეც ფიქრობდა, ხო? იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა ერთთვიანი, რომელსაც მხოლოდ ერთი თვე იარსება, შემდეგ იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, შემდეგ იყო გერმანელთა პროტექტორატი და პრინციპში გერმანელთა მხარდაჭერი თუ არა ბიძგით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს, შემდეგ იყვნენ ბრიტანელები, ბოლოს აღმოჩნდნენ ფრანგები და ასე შემდეგ და ასე. ანუ ეს ყველაფერი ხშირად იცვლებოდა. შემდეგ როდესაც მარტო დარჩით, აი სწორედ მარტო დარჩენილობისა და პირობებშიც, ამიტომაც გადაწყვიტა სტალინმა რომ ეჩქარა და იჩქარა კიდეც. ეს ცნობილი მისი წერილი ახლავე შეუტიე გაგზავნილი სერგო ორჯონიკიძისათვის ბაქოში, სწორედაც გამოხატავს ერთი მხრივ მის ეგზალტაციას, რომ როგორმე მალე მოეხელთებინა თავისი ისტორიული სამშობლო, რომელსაც ის არაფერ არ აგდებდა, ის ამბობდა ეს რაღაცა ტერიტორია რუსეთის სამხრეთით, ეს მისი გარდაცვლილი, ეგრეთ წოდებული გარდაცვლილი დამოუკიდებლობას გულისხმობდა გარდაცვლილში და ასე. ანუ მისი აგდებული დამოუკიდებლობა გასაგები იყო. მას ანუ სტალინს ხომ სამშობლო არ აქვს როგორც ასეთი, როგორც ფენომენი, მისთვის სამშობლო არ არსებობს. რა ნიადაგზეც არ უნდა ყოფილიყო, რა ნიადაგზეც არ უნდა აღმოცენებულიყო, ის აღმოცენდებოდა თავისი ძალაუფლების ინსტინქტით, ძალაუფლების სურვილით და ყველგან იბრძოლებდა ამ ძალაუფლებისათვის. და ამიტომაც გაიმარჯვა ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, იგივე ჩემს ვერხსენებული ლევ ტროცკის ფრაზით თუ შეფასებით, მან ყველაზე მეტად იცოდა სიძულვილი, ამიტომაც გაიმარჯვა ჩვენს შორის. ანუ ტროცკი გულისხმობდა იმ მონსტრებს ლენინის ირგვლივ, ლენინის ჩათვლით, სადაც საბოლოო ჯამში სტალინმა სწორედ ამ თავისი უნიკალური უნარით, პრაგმატულობისა და სიძულვილის უნარით დაჯაბნა ყველა სხვა. მაგრამ აი ეს, ხო, აი ამ ცვლილებებში ბუნებრივია ბევრი შესაძლოა არ ყოფილიყო ცხადი, რას კარგავდა საქართველოს და რამდენი ხნით, მაგრამ შესაძლოა ესენიც ყოფილიყვნენ უმცირესობაში, უმრავლესობა ხვდებოდა. იმიტომ რომ უკვე 21 წელს 26 მაისი პირობითად იყო აღნიშნული, იმიტომ რომ თავიდან ხომ ატყუებდნენ ბოლშევიკებიც ქართველებს, რომ თითქოს არაფერი დიდად არ შეიცვალა. დამოუკიდებლობა ეტაპობრივად იკარგებოდა. შემდეგ წელს უკვე პრობლემა გაჩნდა. 26 მაისის აღნიშვნის მერე საერთოდ გაქრა და მერე საერთოდ გაქრა მეხსიერებიდან, როგორც 26 მაისი, ისევე გაქრა მარომაყაშვილის სახელიც და საერთოდ გაქრნენ ყველანი სტალინური ტერორისა და სტალინური პროპაგანდისა და სტალინური სწორედაც აი ამ მოდელის პირობებში, სადაც აღარ არსებობდა სინამდვილე ისტორიაში და არსებობდა მხოლოდ სიყალბე, მხოლოდ კონსტრუქცია იმ რეალობისა, რომელიც ჭირდებოდა და მიესადაგებოდა სტალინურ რუსულ საბჭოურ კონცეფციას ახალი სტრუქტურის, ახალი ორგანიზმის შექმნის პირობებში. მაგრამ შესაძლოა ზაქარია ფალიაშვილმა ისევ და ისევ ზაქარია ფალიაშვილი წერდა დაისი მოლოდინით, რომ უნდა ყოფილიყო აჯანყება. და ამ აჯანყებისათვის მზადება იყო ძალიან სერიოზული. საქართველოში. და ჩვენ ვიცით, როგორც დასრულდა ეს აჯანყება, ჩვენ ვიცით, როგორ დაიჭირეს ვალიკო ჯუღელი, ჩვენ ვიცით, რამდენი ხალხი იყო ჩართული, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე კახეთში და სხვაგან, როგორ იბრძოდა ხალხი და რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ აი ამ წლებში 22-23 წელს ზაქარია ფალიაშვილი შესაძლოა, ეს უკვე ჩემი ვერსია, მაგრამ რატომ არის ეს ვერსია, როდესაც ეს გვესმის დაისიდან? თუ კი ჩვენ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ის იმაზე მეტი, რაც შეიძლება ერთი შეხედვით არ გვესმოდეს, ხომ? შესაძლოა სწორედაც ეს მოლოდინია. ეს მოლოდინია, როდესაც კი აზომღერის თავისუფლება დღეს ჩვენი, რომ ჟობს სიცოცხლესა ნაძრახს სასიკვდილის სახელოვანი, როდესაც ამ საოცარი ფრაზებს ეს ბარიტონია, ხომ? კი აზოს პარტია, რომელიც რაღაცნაირად აი როგორც რკინის ესეთი ხავერდოვანი თან იმავდროულად, რამდენადაც რკინა, იმდენად ცხელი რკინა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ტემბრშიც და ამ ხმაშიც. თან ჩვენ რამდენი კარგი კიაზო გყოლია, ხო? მაშინაც და მას მერეც, აიდანაც აი ეს მელოდია საოცრად ჟღერს, საოცრად, ხო? დღემდე გბურძგლავს, როდესაც ამას ვისმენთ და აი იქნებ ქვეტექსტი ესეც არის ზაქარია ფალიაშვილისათვის. იქნებ 23 წელს, როდესაც დაის უსმენდნენ თბილისის ოპერაში, უსმენდნენ მოსალოდნელ ამბავსაც გათავისუფლების,
თუ არა პირდაპირ მნიშვნელობით დაჯანყების. იქნებ ესეც ესმოდათ. იქნებ ეს იყო ინსპირაცია, იქნებ ეს იყო კვეტექსტი, იქნებ ეს იყო სწორედაც მეტაფორული შეძახილი მოწოდება საზოგადოებისათვის, ხალხისთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, ხომ? მაგრამ ვიცით როგორც დამთავრდა, ვიცით თუ რა დაკარგა საქართველომ და ვიცით თუ როგორ გაქრა ყველა ეს სახელი, ყველა ამ გმირის სახელი საქართველოს ისტორიული მეხსიერებიდან ისევ და ისევ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში და სტალინურმა პროპაგანდამ, სტალინურმა იდეოლოგიამ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ დაისიც იმგვარად შეითვისა, იმდენად მიისაკუთრა, იმდენად დაეპატრონა დაისის სულისკვეთებასა და სულს, რომ დაისი პრინციპში მუსიკა, გენიალური მუსიკა დარჩა, მაგრამ დაისის კონტექსტი და დაისის სიმძაფრე გაქრა და ის იქცა ერთგვარ ეთნოგრაფიულ ზღაპრად, პოეტურ ზღაპრად, სადაც ტრადიციული ჩიხტიკოპი, ჩოხა, აი ეს სასიყვარულო სამკუთხედი, ეს რაღაცა ძალიან ფონური, შეიძლება ასე ითქვას და აბსტრაქტული ისე და ისე ომისა და დაპირისპირების ისტორია, რომელიც არაფერზე არ მიგანიშნებს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ფატერაკებით ახსავსე ამბავს უცქერდა ისმენ. აი ეს გაქრა, ანუ სოციალიზმმა, აი ამ ეთნოგრაფიზმმა, ამ ზედაპირულმა და ზერელე ხედვამ ხელოვნებისა, როდესაც ხელოვნება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გართობა, პრინციპში. გართობა გამოშიგნა დაისი და გუწმენათ რომ ვთქვათ თუკი ძალიან კრიტიკულები არ ვიქნებით დაის დღემდე ასე ვისმენთ და ასე ვუყურებთ. ხომ რა განარაიმე პრობლემა გვაქვს ვინმეს ქართული ტრადიციული შესამოსელის მიმართ, მაგრამ სად არის აქ მარო მაყაშვილის კონტექსტი? სად არის აქ ეს ფონი, რომელიც პირდაპირ ჩადო ზაქარია ფალიაშვილმა თავის მუსიკაში? გამქრალია. კი იყვნენ დიდი დირიჟორები, მათ შორის გენიალური დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რომელიც ამ საქართველოსთვის ტრაგიკულ და საერთოდ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ტერორის წელს 1927 წელს მოსკოვშიც კი დირიჟორობს დიდ თეატრში, ეგრეთ წოდებული ქართული კულტურის დეკადის დღეებზე დაისა, მის ჩანაწერიც კი არსებობს ამ დაისის, მაგრამ ეს უკვე ჟღერადობაში, სულისკვეთებაში, ექსპრესიაში თუ კი შევძლებთ რომ ამოვიცნოთ ის ელემენტი, რაც შესაძლოა იყოს ჩადებული ზაქარია ფალიაშვილის მიერ ევგენი მიქელაძის შესრულებაში, მაგრამ შემდეგ ესეც ხდება, ევგენი მიქელაძე დაბრუნებული თბილისში, მას იჭერენ, მას წამებით კლავენ და შემდეგ ახლა ერთი ეპიზოდით გამახსენდა მოგვიანებით 90-იან წლებში სადღაც აღმოვაჩინე უკვე 80-იანებში გამოცემული ფირფიტა ჩანაწერი ევგენი მიქელაძის ბიოგრაფიით ყდაზე და ესეც სიმპტომატური ევრგენი მიქელაძის ბიოგრაფიას ვკითხულობთ, ევრგენი მიქელაძე როგორც დიდი დირიჟორი, ასე შემდეგ და შემდეგ კვდება 1927 წელს და ის კი ამ ბიოგრაფიაში საბჭოთა პერიოდშია გამოცემული ეს ფირფიტა დაისის არ წერია თუ როგორ მოკვდა. რომის დახვრიტეს, რომის გაანადგურეს, რომის აწამეს. გამქრალია, მისი ისტორია გამქრალია. ხო, ევრგენი მიქელაძის რეაბილიტაცია მოხდა 50-იანი წლების ბოლოს, როდესაც სტალინის მერე ხრუშჩოვი მოვიდა, როგორც ეს კიდევ ცინიზმი, რეაბილიტაცია, ანუ გადახოცილი ხალხის აი როგორი შეცდომა დაუშვა თურმე სტალინმა. აი ამ რეაბილიტირებული ევრგენი მიქელაძის უკვე 80-იანებში, რომელიც ეგრეთ წოდებული ვეგეტარიანული დროა, განსხვავებით კანიბალური დროისაგან, ხო? თქვათ ისტორიკოსები ამ ტერმინებსაც ხმარობენ, როდესაც სტალინიზმზე და შემდგომ პერიოდზე ლაპარაკობენ, აი ამ ვეგეტარიანულ დროსაც კი ევრგენი მიქელაძისთვის ვერ გაბედეს, რომ მის ბიოგრაფიაში დაეწერათ, რომ ის მოკლულია საბჭოთა ტერორისტების მიერ. და აი ზუსტად ასევე გამქრალი მარო მაყაშვილი. 70-80 წლით გამქრალი მარო მაყაშვილი, რომელიც მხოლოდ ოპერისთვის კი არ არის, ან ოპერის ისტორიისთვის გამქრალი. არამედ
აი ეს გაქრობა, ეს აკრძალვა, გადაწერა, გაუქმება ამ ისტორიის ბუნებრივია იმოქმედებდა და შესაძლოა დღემდე მოქმედებს ჩვენს მენტალიტეტზე, ჩვენს ღირებულებათა სისტემაზე, იმიტომ რომ სინამდვილეში ისტორია უნდა ვიცოდეთ, რათა მას ვგრძნობდეთ, იმისათვის რომ ავიცილოთ მომავალში მაინც ის შეცდომები, რომელიც და ის კატასტროფები, რომელიც ყოფილა ისტორიაში და თუ კი გავიხსენებთ გერმანელი დიდი ფილოსოფოსის სიტყვებს, რომ ისტორიის მთავარი გაკვეთილი სწორედისაა, რომ ჩვენ გაკვეთილი არ გამოგვაქვს ისტორიისგან, შესაძლოა ესეც კი გაკვეთილი იყოს, რომ დღესაც კი ჩვენ ვუსმენთ დაის, მაგრამ რატომღაც არ ვიცით, რომ დაისი მოგვიწოდებს ისევ და ისევ იმ ბრძოლისაკენ, რა ბრძოლაც არ დამთავრებულა არც 1921 წელს და არც 1924 წელს. ეს ბრძოლა გრძელდება, იმიტომ რომ კარზედ მომდგარი წყვდიადი მტერი იგივეა.